გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი ამბები. ისევ გზები, ეცათ, ვერ დავკეცეთ, ფიქრობთ, ვერ მოვიფიქრეთ და ასე და ასე. დავიწყოთ. დღეს მეგობრებო, ხუთშაბათი დღე გვაქვს და ტრადიციულად ლიტერატურა შევეხებით. ძალიან მაგარი მწერალი უნდა გაგაცნოთ, უბრალოდ მისი ნაწარმოებები, მაგრამ ვიფიქრე ამ თემაზე მელაპარაკა, მაგრამ ორ ნაწილად მინდა გავყო ეს, იმიტომ იმდენად ღრმა და იმდენად სერიოზული მწერალია. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ბალამუტის წერილები. ანუ ქართულად რო ვთქვათ, ეს იგი მაცდურის წერილები. ძალიან მაგარი წიგნია, მაგრამ ვიფიქრე რაღაცნაირად ხოით ჩემ ცხოვრების მაგალითებს ვიძახი და თვითონ ტექსტი ხო ძალიან სერიოზული და ძალიან მე გავაფართოვეთ, მაგრამ წერალი იმდენად მაგარია პიროვნულად, მისი ცხოვრების მაგალითი ძალიან სამაგალითოა და ვიფიქრე მოდი ჩემ წერაზე ვილაპარაკოთ ახლა ეს ხუთშაბათი და შემდეგ ხუთშაბათზე უკვე მისი სამი წიგნი განვიხილოთ. ყველაზე მთავარი ანუ ბალამუტის ანუ მაცდურის წერილები, უბრალოდ ქრისტიანობა და დაკარგული ტყივილი. აი სამი ალბათ მე ამიტომ ცოტა ძალიან დიდ დროს მოანდოებს, მაგრამ მე მაინც რო შეგამზადოთ, ძალიან მაგარი მწერალია, აეცანით მის ნაწარმოებებს და მე უკვე ერთ კვირაში უფრო როგორ გითხრათ, ეხლა მე ვიცი რომ ბევრს არ ექნება წაკითხული, სამწუხაროდ ეს დრო არის ასეთი, მაგრამ თუ წაიკითხავ და რაღაცა უკვე შემდეგ კვირაზე უკვე წიგნსაც რო შევეხებით, უფრო ბევრ საერთოს და გასაგებს გავიგებთ რა, ასე რომ ვთქვა. ამ მწერალის სახელია ირლანდიული წარმოშობის ბრიტანელი მწერალი კლაივ ლუისი. მწერალი დაიბადა 1898 წელს და გარდაეცვალა 1963 წლის 22 ნოემბერს. იმ დღეს, როდესაც მოკლეს კენედი და მისი სიკვდილიც რაღაცნაირად ისე გაფერმდა და იმიტომ კენედის სიკვდილმა გადაფარა ყველა ინფორმაციები და ამ დროს კენედი არანაკლებ დამსახურებული და უბრალოდ ადამიანი გარდაეცვალა. ეს იყო კლაივ ლუისი. ჩემ მოგონებებს დავიწყებ და სანამ იმას ვიტყვი როგორ მივედი ამ წერლამდე, უბრალოდ მაინც მოკლედ ვიტყვი რომ ეს მწერალია, ეს ადამიანი, რომელმაც თავის დროზე იყო ათეისტი, არ ჯეროდა ღმერთის, წერდა სხვადასხვა ნაწარმოებებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც დაიწყო ცნობების და განცდების აღწერა თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებში, აი ამ ქექვა შემდეგ მივიდა ღმერთამდე და ეს მწერალია, რომელმაც ათასობით და მილიონობით ადამიანი გააქრისტიანა. ეხლა ზოგს გონია გაქრისტიანება როგორ ხდება, ეხლა ჩვენ გონია რომ აი მღვდელი უნდა მოვიდეს და მონათლოს და გააქრისტიანოს თავისთავად ეს ხდება, მაგრამ აი მე არ ვიცი ეხლა ლიტერატურაში, მსოფლიო ლიტერატურაში რომ აი ესეთი პიროვნება როგორც მწერალი და თავისი ცხოვრების წესი, თავისი წიგნები, თავისი შემოქმედებით მოქმედებდეს მილიონობით ადამიანზე და ეს მილიონობით ადამიანი ხდება ქრისტიანი. მოდი მოკლედ ვიტყვი. კლაივ ლუისი იყო ღვთისმეტყველი და ძალიან ძლიერი ღვთისმეტყველი, რომლებიც შეეხო ჯოჯოხეთს ცხოვრებას, ესმაკს რელიგიურად ღვთისმეტყველი და ძალიან დიდი კვალიტატოა. მე ასე მიმაჩნია რელიგიურ აღზრდაში. ხო, აღზრდაში აი ვის მინდა შევადარო ფაქტურად ეხლა საქართველოში ჩვენ წელებში ასეთი ღვთისმეტყველი მწერალი არ აქვს და არა მარტო და მსოფლიოს მასშტაბით ეხლა ჩვენ ვინ შეეხო ჯოჯოხეთს, ღმერთს, ადამიანის ცხოვრების აზრს, იქ
აქითა სამყაროში და საერთოდ რელიგიურად შეხედა ჩვენ მიგვახსენდება არიან წელები რომელიც დაგვაფიქრებენ რატო ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე როგორ და რა გველოდება მომავალში და ამაზე არიან ძალიან თითით ჩამოსათვლელი ხო? ნუ ვიგახსენდება ახლა დანტე ოლიგარქიელი დანტე რომელმაც დაწერა ღვთაებრივი კომედია ფაუსტი გოეთე რომელმაც დაწერა ფაუსტი და ნუ თავისთავად ახლა წელები ყველა მაგას წერა მაგრამ აი ასე ღრმა და ასე სიღრმისეულად რომელიც შეეხნენ ამ ოროტისა და მერცისა და ცუცსა და კაკ შორის ბრძოლის ას და მიმართულებას უბრალოდ ესენი გახსენდება და რა თქმა უნდა ყველაზე დამაგვირგვინებელია ეს ინგლისელი მწერალი მაიკლ ლუისი ჩვენ ახლა არ ვიცი ზუსტად კი გადმოცემით ვიცი როგორი იყო დანტე როგორი იყო გოეთე მაგრამ 21 საუკუნეში ჩვენ ყველაფერი ვიცით კლაივ ლუისის შესახებ და ის არა მარტო ღვთაებრივ თემებზე წერდა და ქრისტიანობაზე არამედ თავისი ცხოვრების წესით და თავისი მაგალითით იყო სულთა ქრისტიანი. პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ გადახედოთ მის ბიოგრაფიას, ის ცხოვრობდა ქრისტიანულად. ამიტომაც გადავწყვიტე მისი წიგნების განხილვა კი არა, ჯერ პიროვნულად განვიხილოთ და შემდეგ ხუჩაბას უკვე შევეხებით მის მიერ დაწერილ წიგნებს. მარ 19 წლის ვზივარ საკაში, ვითხნობ ძალიან ბევრ წიგნებს. ვერზე ყავს ავტორიტეტი კარანდაშა, რომელსაც უყვარს წიგნების კითხვა და ვარჩევ სხვადასხვა ენებს და ძალიან პოპულარული იყო მაშინ ასეთი წიგნები არ იყო გავრცელებული, ასეთი რელიგია и наука ჟურნალი. და მათ აი კომუნისტების დროს აი ისე პარადოქსია, აი ხო იყო საბჭოთა კავშირი ათეისტური ქვეყანა, მაგრამ რაც უფრო ათეისტურ წიგნებს კითხულობდი და ჟურნალებს უფრო რელიგიური ხდებოდი რა. ისე თქვა მინდა, იმიტომ რომ გარჩევები იყო. ვთქვათ ახლა ნებისმიერ კათედრაზე ან პირველ მეორე კურსზე იყო ფილოსოფია ან წიგნები და საერთოდ თითქოს რელიგიას არ ასწავლიდნენ. ვთქვათ უარყოფითი კონტექსტით ხსნიდნენ ხო? ვთქვათ მაგალითად რომ მიდიოდა ქრისტეზე საუბარი, ამბობდნენ რომ ეს იყო პიროვნება შარლატანი რომელმაც ვიღაცები მოატყუა გააკეთა ასეთი იდეოლოგია მიდიოდა და პირიქით შეგრძნობდი რომ ეს რაღაცა ტყუილი იყო და უფრო იმას იღებდი რაც სინამდვილე იყო და აი ესეთი ჟურნალი იყო რელიგია и наука. აი თითქოს უნდა აღეზარდათ ათეისტი მომავალი კომუნიზმის შენებელი ახალგაზრდები და ადამიანები, მაგრამ კარგად რო ჩასდებოდი, იქ ძალიან ბევრი რაღაცა გავიგებ ისლამის შესახებ, ქრისტიანობის შესახებ, პროტესტანტის შესახებ, საერთოდ ძალიან ის იყო რა, საინტერესო. თითქოს უარყოფითად ამბობდნენ, მაგრამ პირიქით უფრო მეც გებულობდი. ხო და სულ დამავიწყდა და ხო და ეხლა მოგეხსენებათ ეს სამყაროში რო ტრიალებ და იქ მიდის გარჩევები, გამორჩევები და ჩემ ლექსიკონში რატომაც მაგრამ მომწოდა სიტყვა ბალამუტი. აი მაგალითად თუ გინდოდა იქ გარჩევის დრო და ბიჭო ვეუბნებოდი შენას ბალამუტო ფაქად მოდი მომისმინე და რატომაც ხშირად ხმარობდი ამ სიტყვას ბალამუტ ბოლომდე ვერ ხვდებოდი კარგად, მაგრამ აი ასეთი გააზრებული მქონდა რომ ეს არის აი კაცი რომ ურევს აბრაკადაბრა ეს ნიშნებით უყურებდი და რატომაც მომწოდა ეს სიტყვა რა და ბიჭო მოდი აქ ნუ ბალამუტო ესე იგი არ შეურაცხყოფას აყენებ თითქოს თან ვიტომ მე მაგას სათქმეს ეუბნები რა და ერთ-ერთი პატარა გარჩევის დროს აი საკანში რაღაცა როგორც ხდება ხოლმე რა პატარა გარჩევა და ამ გარჩევაში მონაწილეობდა ეს ჩვენი კარანდაში ხო და რომ მორჩა ეს ყველაფერი რაღაცა მოხდა რაღაცა და მეუბნები მეთქი კარანდაშ რა არის გონი შენ იბალამუტეო და კარანდაშამ შემომხედა აკონ მეტი ასეთი სიტყვა არ მითხრა რა მე ჩავთვალე რომ არ ეს სიამონა ვითომ არა სერიოზული მაგრამ მე რო დროთა განმავლობაში რომ გავიდა მე უკვე თვითონაც მითხრა და მე უკვე ეს ჟურნალისტს წავიკითხეთ ეს ნაუკაი მე ნაუკაი რელიგია მაგრამ როგორი ხაზი გაუსვა ის იმას კი არ ეწყინა რომ რაღაცა ვითომ იეშ მაგარ რაღაც არამედ
მე რო უთხარი ნუ რა ბალამუტო იბალამუტე მეთქი და კარანდაშა თქვა არა ესე იგი მე რა უთხარი ესე იგი მასტური ხარ მეთქი იმასტურე მეთქი და ეს მაგრა არის სიამონა ნუ რა თქმა უნდა მე ამან ამისნა და მე უკვე მეც ჩავწვი ამ სიტყვის ნიშნულობაში აბსოლუტურად ისეთი ასე ვთქვათ ხელწამოსაკრავი სიტყვა არ არის ადამიანს როონები რომ შენ ბალამუტი ხარ ეს თონი დედის გინებაზე უფრო უარესია მერე დროთა განმავლობაში გვაჩვენა დრო თუმცა ამ სიტყვის მნიშვნელობას ბევრი არ დაგიტევს და დღევანდელ სამყაროში და წინა ვიდეოში ხო ვამოვდით ეს სამყარო ბალამუტობის რაღაც სფეროში ვართ ყველა ბალამუტობს პოლიტიკიდან დაწყებული მაფიოზებიდან დამთავრებული და საერთო ჯამში მდელი მსოფლიო ბალამუტების ხელში ვარ ანუ მასტურების ხელში ვარ მაგრამ ეს როდის და კარანდაშას მაგრა ეწყინა და ეს გავიხსენე მე რა თქმა უნდა ისევ გამახსენდა ეს რელიგია ნაუკა ეს ჟურნალი რომ მოდიოდა და იქ უცოდ ისა ლიტერატურა ინასტრანная ლიტერატურა იყო და დაიბეჭდა პისმა ბალამუტა რუსულად და წავიკითხე და აი მაშინ შევეხე და გავიცანი კლაივ ლუისი მაშინ სრული ინფორმაცია არ იყო მის ცხოვრების შესახებ და როგორი ფორმით იყო იცი მოტანილი ეს მწერალი კლაივ ლუისი არის ფანტასტიკის წარმომადგენელი მეზღაპრე ეხა კომუნისტები ასეთ წერას მეზღაპრე და ფანტასტიკის წარმომადგენლებს ეძახიან თუმცა აი დღესაც ეხლა დღევანდელ დღესაც რომ იცოდნენ გარჩევები ზოგჯერ ფანტასტიკ წერილებში სვავენ კლაივ ლუის და ამ დროს არ არის ფანტასტიკ წერილი არის ზუსტად ის რაც არის და ამაზე შემდეგ გამოსვლაზე ვიტყვი მან აღწერა ის ეხლა მორწმუნე ადამიანი ორივე ხელს აწერს და რო წაიკითხავს მის წიგნებს იმდენ რაღაცას იპოვის და იმდენ რაღაცას აღმოაჩენს თავში და ისე კარგად არის ეს ყველაფერი აღწერილი მათ არაფერი კითხვა არ ისმება და თუ ათეისტია მაგი ალბათ შეიძლება მაგას ჩათვლის ფანტასტიკ წერილად და მეზღაპრედ თუმცა ამის შესახებ შემდეგ ხუჩაბას განვიხილოთ მაგრამ ერთი მიუხედავად ისეთ თავისებურ შეზღუდულად ხო კითხულობდი მაგრამ მისი პიროვნული თვისება დავიჭირე პიროვნული თვისება რომელიც ძალიან მაგარი სამაგალითოა და აი მაგალითზე და ამ ცხოვრების სტილზე მინდა დღევანდელ დღეს შევეხოთ. პირველად მის ცხოვრება ასეთთვის რომ შევისწავლე და რომ გავიგე რაღაცები მისი ბიოგრაფიიდან უნდა დიდად გითხრათ მეც ზღაპარი მეგონა მაგრამ არ არის ზღაპარი ჯერ მოდი განვიხილოთ ამ კაცის ცხოვრების მაგალითი და მე პირადად რა შეხვდა და რა შევეჯახე ვიდეოს დასაწყისში გითხარით რომ კლაივ ლუისი თავიდან ათეისტი იყო მე გახდა რელიგიური ადამიანი და ქრისტიანულად ცხოვრობდა კიდევაც და 55 წლის ასაკში მის ბიოგრაფიაში ასეთ რაღაცა 53 წლის ასაკში ერთი ქალბატონი გაიცნო ინგლისში ორი შვილი ჰყავდა ამ ქალბატონს და რაღაც ხასიათებში გაუგეს ერთმანეთს და ეს ქალბატონი იყო ამერიკაში სახელი იყო ჯოინ არო სიამონება ნუ ჯოინ ინგლისურად არის ჯოინ და რაღაცაერთი ლიტერატურულ შეხვედრებზე უკვე ცნობილი მწერალია ეს კლაივი და რაღაცაერთი ერთმანეთს გაუგეს და ამასობაში არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონდათ ერთმანეთში მაგრამ აი როგორც პიროვნება როგორც ადამიანებმა ერთმანეთს გაუგეს მაგრამ ინგლისში რაღაცა გაამკაცრეს კანონი და ჯოის რაღაც ამერიკელი იყო და უკან ვერ მოდიოდა განაცილები იყო ხმართან ორი შვილი ჰყავდა და ინგლისიდან აკდებდნენ ემიგრანტებს და ამ ჯოინმა თხოვა რომ იქნება ხელი მოვაწეროთ რაღაცა ჩემი სამუთების გულისთვისო და აი რა პრობლემაა და ფიქტიურად მოვაწერა ხელი ამ ხელის მოწერის საშუალებით ეს ჯოინი დარჩა ინგლისში და თავის საქმეს აკეთებდა მაგრამ გავიდა რაღაც გარკვეული დრო ეს უფრო ეხლა ასე ქრონოლოგიურად ზუსტად არ მახსოვს რაღაც
51-52 წლის ასაკში იყო ეს ჩვენი კლაივი და ეს ჯოინი და მე გადიო 3-4 წელი გავიდა 54-55 წელს და გაიგო რომ ამ ჯოინს ამ კლაივმა გაიგო რომ ჯოინს შეეყარა სიმსივნე კიბო დაემართა და უკვე ფაქტიურად ეს ადამიანი უნდა მომტარიყო და რაღაცა გული აუმჩუქდა თუ არ ვიცი რა მოხდა ვიცი მეგობრები იხსენებენ კლაივის რომ აი ხელი კი მაგ მოწელი ჩემი ცოლია მაგრამ არ უნდა დავეხმარო ამ ადამიანსო და ძალიან ხშირად მიდიოდა ეს ჯოინი სამათყოფში წოდა ისე მოხდა რომ 3-4 კვირაში უკვე გარდაიცვლებოდა ექიმები ამბობდნენ და ეს კლაივის მიდიოდა აქვია თანაგზნო პალატაში როგორც ხდება რა ადამიანები ავად ხდება და მიდიხარ დასახმარებლად ან გასაფრთხილებლად და ой რაღაც მოხდა საოცრება არ ვიცი ამას უკვე მე შემდეგ გამიხილავ თავის წიგნში აღწევს ყველაფერს და ეს ადამიანი ჯოინი ეს ქალბატონი ხდება 2-3-4 კვირაში უნდა გარდაიცვალოს და კლაივმა გადაწყვიტა რომ ხელი მოეწერა ესა გადაწყვიტეს რომ ჯვარი დაეწერათ მოიყვანეს მღვდელი და ოფიციალურად სამავთყოფოში ჰოსპიტალში ღვთის წინაშე კი ახლა ეს საბუთები ჰქონდათ ის რაღაც ფიქრი მაგრამ ეს ამას მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ ჯვარი დაიწერა კლაივ ლუისმა ჯოინთან ესე იგი ოფიციალურად გახდნენ ცოლი და ქმარი მეგობრებო 2 კვირაში ეს 2-3 კვირაში ეს ადამიანი უნდა მომტარიყო გადის დრო და საოცრება 2-3 კვირის შემდეგ ჯოინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესდება და იმდენად უკეთესდება რომ სამავთყოფოდან გამოეწერება 4 წელიწად ნახევარი წყვილმა იცხოვრა ერთად დადიოდნენ თეატრებში დადიოდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებში სადაც ხალხი უყურებდა და მერე მის მოგონებებში ამ წლებს კლაივი აღწერს ძალიან მაგარ წიგნებს აწერს ეს კი არის აი ძალიან მაგარია რა და თუმცა ის მაინც ახლა ჯანმრთელობა მაინც არ იყო ისეთი ძლიერი წამების სიმსივნე ხო იცი როგორი რაღაცაა და 4 წელი იცხოვრეს და 4 წლის შემდეგ ეს ქალბატონი ჯოინი გარდაიცვალა და ქალბატონი ჯოინის გარდაცვალების შემდეგ 2 წელიწადში უკვე მოწყდება ეს ლაივი და ბოლო ნაწარმოებს დაწერს აი ტკივილი დაკარგული ტკივილი სასწაული წიგნი რომელსაც მე ჩვენ მეორე ხუთშაბათს განვიხილავთ და 2 თუ 3 წლის შემდეგ კლაივის გარდაიცვლება აი ასეთ ამბავს რომ გაიგებ როგორი ემოციური ფონი გექნება თქვენ მეგობრებო ამას ვიზახი მე კომუნისტების დროს ეს არის 80-იანი წლები მაშინ არ გამდეცეს 23-22 წლისა ვარ ეს ყველაფერი რომ გავიგე და რა მაგარ მწერათა გვაქვს საქმე და მე ამ თავის მე წეღანაც გვირო ქრისტიანულად ცხოვრობდა და თავის წიგნებშიც ამ თავის ცხოვრების წესს მაგალითს და იმებს ფიქრებს გვიზიარებს და ეცეთქით ძალიან მაგარია ეხლა რაც მოყევი ეს თითქოს გაპარია ხო შეიძლება თვითონ კითხულობ ამას არ დაიჯერო ეს ყველაფერი, მაგრამ საერთოდ მეც მქონდა ასეთი შეგრძნება გამომცემლებმა ან ციგნებს ამ გაყიდული ალბათ ასეთი ისტორია შექმნეს და ასეთი რაღაცა როგორ ხდება ცხოვრებაში ალბათ არ ხდება ან პიარის ამბავი იყო მეთქი, მაგრამ გადის დრო და სულ რაღაცეთი 20-15 წლის წინ ჩემი ნინოს და თამუნა მიხვება ისტორიას, რომელიც ჩემ თამუნა ჯარში მუშაობს და ხვება ახლა ასეთ ისტორიას, რომ ჰოსპიტალში მამაკაცი ცუდად იყო, ჩვენთან რა სამართლოდ თბილისში ხდება ეს ამბები, მასაც უყურველებელი ის ქონდა სენი და მას უვლიდა ექთან, ქართველი ქალბატონი
ფოთაშორის ცოცხალია და თუ მისმენს ალბათ რა ვიცი მოკითხვა მას და სასწაულია ეს ქალბატონი ახლა ასაკშია შედარებით და მეცმა კითხავს აცოცხლოს და ეს ექთანი გული და ამ ქართველ მამაკაცი იყოს რაღაც ერთი 45 მაგრამ სიმსივნე აქვს მოგესალმება სიმსივნე ხვალზე უნდა გარდაიცვალო და მთელი სამართლობო ალაპარაკდა და რა მოხდა ამ ექთანს ქალბატონ ექთან შეუყვარდა ეს მამაკაცი რომელიც ხვალზე უნდა გარდაიცვალოს და ოფიციალურად ხელი მოაწერეს ეს რომ გავიგე მეც უსმად ხო ეხლა სუფრებზე რომ ყველას გაკრებულები უსმენდნენ ამ ამბავს თამლა რომ ხდებოდა ამ ამბავს და მე უსმად გამახსენდა ეს კლაივი და ჯოინის ისტორია თურმე ცხოვრებაშიც ასე ხდება არაფერი მოგონილი არ არის რეალურად მე თვითონ შევესწარე ამ მომენტს და აი ქართულ რეალობაშიც ისინი სამოთხოვნიდან გამოვიდა მაგრამ ეს მამაკაცი 2 წელი იცხოვრა ამ ქალბატონთან ერთად რომელიც ცოცხალია და 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა და იმის ამ გარდაცვალების შემდეგ ლამაზი ქალბატონია იმის შემდეგ ის არც გათხოვილა დღემდე ინახავს ჩვრის სიყვარულს ხო მაგარია ეხლა ჩვენ რეალობაში რამდენია ხო ქმარს ცოლი უხდება ცოლს ქმარი უხდება მე მოხავთ სხვა ცოლი ან სხვა ქმარი იმიტომ ცხოვრება გრძელდება მაგრამ კლავი რას ამბობს და ნებისმიერ რელიგიური ადამიანი იტყვის რომ ადამიანებს რომ შეუყვარდებათ ერთმანეთის მუდმივია მე რა რომ ის ამ სამყაროში წავიდა სხვა სამყაროში მაგრამ ის მომავალში შეხვდები მაგრამ თუ ადამიანი მორწმუნეა ამაჩვეულებრივად ღებულობს მაგრამ თუ ადამიანს არ ჯერა აი ეს მოკდა წავიდა მე ეს ცხოვრება მაგან გასავლელი და მე ხა იმას კი არ ვიძახი არ უნდა მოიყვანოს ცოლი და ქმარი თუ ისინი მეწყვილე გარდაიცვლება ეს რა თქმა უნდა თავისუფალი არჩევანია მაგრამ მორწმუნე ადამიანისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია დღეს აქახარ შესაყვარელ ადამიანთან ერთად თუ აქაო წუთისობაში ჩამოგშორდა და გაგეცალა ეს იმას ანიშნავს რომ იმასთან კავშირი გაწყვეტილია დღეს აქარ ახარ მაგრამ ხვალ იმას შეხვდები იმიტომ რომ ეს ცოლი და ქმრის სიყვარული კაცის და ქალის სიყვარული ეს ისეთი სიყვარულია რომელიც ორი ერწყმის ერთში რომელიც მუდმივია როგორც სულია უხტავი ეს სიყვარულიც უხტავია უბრალოდ ადამიანებმა კი არ უნდა იცოდეს და გრძნობდნენ და ძალიან ისეთი ზერელეთ არ უნდა შეხედონ იმ გადაწყვეტილებას თუ როდესაც ადამიანი ანუ მეწყვილე გარდაგეცვლება ეს იმას ანიშნავს წავიდა და აქ ჩვენ სხვასთან დააკავშირეს ეს არ ვიცი ეს ცოტა ისე ლაპარაკობ ხარ რამდენი ადამიანები ახლა ზოგი ამბობს მე ცოლი იმიტომ სხვა ცოლი იმიტომ მოიყვანე რომ ბავშვებია გასაზრდელი ის არის ისე გასაგებია ყველაფერს და აქ თავის მიზეზი და ახსნა მაგრამ აი ლუისი ამ ხას აწვება და ასეთი მაგალითია ის ბიოგრაფიიდან თანხიათ ამბობენ ხო მე იმის შემდეგ მე საბჭოთა კავშირი დაინგრა ბევრი წიგნები გამოვიდა წავიკითხე და ერთ-ერთ ბიოგრაფიაში ასია რაღაც ანკეტას ავშევ და ცოლი ყავთო რაღაცა ცოლის ანკეტის შესავსები იყო და ცოლი ყავსო და კიო და როგორც ვიცით გარდაცვლილიაო და არა გარდაცვლილი აქ არ არის თორე მასთან კავშირი მე არ დამით შემიწყვეტე ის ყოველთვის ჩემ გვერდზე დგასო ასეთი პასუხი უპასუხა ერთ-ერთი რაღაც ორგანიზაციაში რაღაც ანკეტას რო ავშევდა ლაივ ლუისმა აი ასეთი მწერალი უნდა განვიხილოთ და ასეთი პიროვნულად წარმოიდგინეთ ახლა რამდენად ემოციური და დადებითი განწყობა მაქვს მე ლაივ ლუისის მიმართ და რა ვიცი ერთი კვირა ალბათ თუ ვისაც ექნება დრო გადავლეთ ვარიანტ თუნდაც აუდიო წიგნები ხა ფოთაშორის ქართველებსაც ახლა მასტურის ბალამუტის წერილები ქართულად არის გადმოთარგმნილი ერთი ხალხი საზოგადოებრივ დაანჯგენი ხალხი მასტურის წერილებად ქართულად არის აუდიო
ვერსია, მაგრამ ძირითადად რუსულად არის ძალიან ბევრი, რო შეხვიდეთ აკრიფეთ კლაივ ლუისი და გადაავლეთ თვალიდან თუ გეკნებათ დრო და შემდეგ ხუჩაბაც უკვე თქვენი აზრით და მე მაგ წიგნებს უნდა ვილაპარაკო, ძალიან სერიოზული წიგნებია, ისეთი წიგნები, რომელსაც დაგმოხტავს და ბედნიერს გახდეს და ახოთ როგორ გამოგვივა განვიხილავთ მის წიგნებს. მე ძალიან ხშირად ვკითხულობ მის წიგნებს და ძალიან მიხარია, მით უმეტეს დღეს ახლა საშუალებები, ახლა ჩემ დროს ახალგაზრდა რო ვიყავი, მაშინ არ იყო იმდენი საშუალებები და ახლა ინტერნეტში შეხვარ აკრიფა გამოკრიფა, რა ვიცი, ყველანაირი საშუალებაა და ამ ხრივ მაგარი დრო არის და ნუ კარგით, მაგაზე მე ვილაპარაკოთ. კლაივ ლუისის წიგნი, სამი წიგნი განვიხილოთ შემდეგ ხუჩაბად და იმედია კარგი გარჩევა გამოგვივა. და კიდევ თქვენ დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, მოტივაციას და უფალი იყოს უდამ ჩვენ გვერდზე. კარგად.